დიდებული ამბავი. ტყუილის ფაბრიკა დაიხურა. იმედია საბოლოოდ. ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა მთავარი არხის დახურვას. კრიტიკული მედია სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რათა მთავრობა საზოგადოებისგან ზედამხედველობას მუდმივად გრძნობდეს. მაგრამ ეს არხი ტყუილის, ღვარძლის, სტრესის და ნიჰილიზმის გამავრცელებელი იყო. უსახელოდ დაიწყეს და ასევე უსახელოდ დაასრულეს. საზოგადოების საინფორმაციო უსაფრთხოება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ჩვენთან ამ საკითხს ხელისუფლება ვერ არეგულირებს. სამწუხაროდ, ასეთი საინფორმაციო სპეცსამსახურების მიერ შექმნილი სტრესული და ჭარბად ნეგატიური საინფორმაციო ველის გამო ქვეყანაში შობადობა იკლებს. ხალხი ემიგრაციაში მიდის, რადგან ეს მავნებლები ადამიანებს უიმედობას უთესავენ, ხალხს სტრესავენ და მათი მარგიქმედების კოეფიციენტი საერთო ჯამში მკვეთრად უარყოფითია. ვისურვებდი მართლაც ობიექტური კრიტიკული მედია მომრავლებული იყოს საქართველოში. მოვუწონოთ ჯანდაბისკენ გზა მავნებლებს. წერს ირაკლი გოგავა Facebook-ზე.